ეს არის top 5 altcoin-ი მაისისთვის. მეგობრებო, ამინდოში განვიხილავთ top 5 altcoin-ს, რომელიც საინტერესოდ გამოიყურებიან, განვიხილავთ თუ რატო გამოიყურებიან ისინი საინტერესოდ ან არა საინტერესოდ ამ მომენტისთვის. და სანამ გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებზე, სანამ განვიხილავთ ტექნიკურად ამ altcoin-ებს, მინდა ესეთი რაღაცა გაგიზიაროთ ჩემ პრაქტიკიდან. რაც მაგალითად შემთხვევა Instagram-ზე რამოდენიმე დღის წინ ქართულ მომხმარებელმა მომწერა, მიკითხები დამისვა, რაც ხშირად ხდება ხოლმე სხვადასხვა ადამიანებისგან, ტრეიდინგზე ინვესტიციებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერში უპასუხე რაც შემეძლო და ყველაფერში დავეხმარე და გქონა ესეთი დისკუსია წამოიწია, სხვათა შორის ძალიან ჯანსაღი დისკუსია გქონდა და მინდა ესე ვთქვათ ეს დისკუსია თქვენს გაგიზიაროთ, იმიტომ რომ ბევრი არის ისე, როგორც ის ადამიანი ფიქრობდა, მაგრამ საბედნიეროდ ის იყო, ესე ვთქვათ, უფრო გახსნილი, open minded, რომელმაც ესე ვთქვათ აღიარა თავისი, ესე ვთქვათ, არასწორი ხედვები და ესე ვთქვათ, თქვა რომ ეს ჩემს საფულეში შევიტან ცვლილებებს. რა თქმა უნდა, მე არავის არ ვეუბნები და არავის არ ვაძალებ ან ვავალდებულებ, რომ რამე იყიდონ ან გაყიდონ, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე ვთქვათ, კარგი არის ბევრი ადამიანის აზრის მოსმენა, იმიტომ რომ თქვენც აქედან რაღაცა აზრი ჩამოგიყალიბდეთ და მოკლედ დისკუსია გქონდა შემდეგზე altcoin-ებში ინვესტიციაზე. ანუ მე ვუთხარი რომ მე რა თქმა უნდა altcoin-ებში ინვესტიციებს არ ვაკეთებ და მან დაიწყო რომ აი რატო არ აკეთებ? კი, ბევრი altcoin-ები არის ბაზარზე, რომლებიც bullshit არის და ჰაერზე შექმნილი პროექტები არის, მაგრამ აი მე მაქვს ისეთი მაგარი პროექტი, რომ ის ამას აკეთებს და ის იმას აკეთებს და ის ტრეიდერებს ამას უშვება და ის ინვესტორებს ეხმარება ამაში გააკეთონ და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ესეთ დისკუსიებში არ შევდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ვცდილობ რაც შეიძლება შორს დავიჭირო ესეთ დისკუსიებისგან თავი, მაგრამ მას ნამდვილად აინტერესებდა თუ რატო ვფიქრობ მე საპირისპიროს და პირიქით მითხრა რომ დიდი სიამოვნებით მოვისმენო შენს აზრსო, მაგრამ რატომ არ ვაკეთებ ხოლმე მე ესეთ რატომ არ შევდივარ ხოლმე ესეთ დისკუსიებში არის ის რომ ბევრი არის შეყვარებული თავის ინვესტიციაზე, მაგრამ ამ ადამიანსაც ვუთხარ რომ money talks თუ შენ ერთვის ხარ ამ ბაზარზე საინვესტიციოდ, თუ შეგიყვარდა ის პროექტი, შეგიყვარდა ის ადამიანი, ვინც დაარსა, შეგიყვარდა ის იდეა, დისთვის ხარ ამ პროექტში, ხო? მე ბიტკოინში ვარ ფულისთვის. თუ ხვალ მოხდა რაღაცა რომ ბიტკოინი აღარ იყო საინტერესო რაღაც გადახრები მოხდა და დავინახე რომ არ მიდის ბიტკოინი იქით, საერთოდ უნდა წავიდეს და მე აქედან ვეღარ გავაკეთებ ფულს, ეგრევე გავყიდებ ბიტკოინს, პირველი ვიქნები. ყველა მის რომ ველშიც ვაკეთებ ინვესტიციებს long term-ზე, ყველა მის რომ აქციებში ვაკეთებ ინვესტიციას და თუ მაგალითად ახლა ძალიან ადვილი მაგალითი რომ ავიღოთ ვერცხლი, ხო? ყველა მის თუ რატო ვაკეთებ ვერცხლში ინვესტიციას, მაგრამ თუ რაღაც ახალი მეტალი გამოიგონეს, რომელმაც შეიძლება ჩაანაცვლოს მაგალითად ვერცხლი და გამოიყენო ელექტრონულ აპარატებში, მაგალითად მანქანებში, ტელეფონებში და ასე შემდეგ და ვერცხლი აღარ იყოს საერთოდ საჭირო და ის რასაც გამოიგონებენ იყოს შექმნილი უბრალოდ და არ იყოს ლიმიტირებული, რა თქმა უნდა ვერცხლს აღარ გავაკეთებ ინვესტიციას და გავყვით, ხო, იმიტომ რომ ეს აღარ იქნება ჩემთვის საინტერესო. ანუ რაც მინდა მე ვთქვა არის ის რომ მე არ ვარ შეყვარებული ჩემ ინვესტიციებზე, რა თქმა უნდა როცა ვაკეთებ ინვესტიციებს ყოველთვის უნდა გააკეთო შენი რისერჩი, რატო აკეთებ ინვესტიციას და ყოველთვის უნდა იცოდე თუ გამოგადგება თუ არა შენ ეს ასეთი long term-ზე, აუცილებელი არის რომ ამ ყველაფრის ესე ვთქვათ ანალიზი და ფუნდამენტები კარგად გაიაზრო, სანამ გააკეთებთ ინვესტიციას, იმიტომ რომ შენ ინვესტიციის თუ არ გჯერა, მაშინ ინვესტიციაც არ უნდა გააკეთო. მე რა თქმა უნდა მჯერა ჩემი ინვესტიციების, მჯერა ჩემი ანალიზი და ამიტომ ვაკეთებ ინვესტიციებს და ამიტომ მშვიდად, მაგრამ ამ ადამიანსაც ვთქვი რომ money talks, თუ შენი საფულე დღესდღეობით არის 70-80% გაუფასურებული, იმიტომ რომ შენ გქონია რომ ძალიან მაგარ პროექტებში ზიხარ და ის ხვალთუზე აუცილებლად ავამაღლა შენი საფულე ვექცემს პასუხს. თუ შენ ამას აკეთებ, იმიტომ რომ ეს შენი ჰობი არის და შენი გასართობი არის, ჰობის ვინც რა ასე ვთქვათ, ტრეიდინგი და ინვესტიცია ჰობი არ არის, ეს დაივიწყეთ, იმიტომ რომ შენ რას ჰობი იმას ქვია, რაშიც შენ ფულს იხდი და უბრალოდ სიამოვნებას იღებ, ხო? მაგრამ საინვესტიციოდ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გავაკეთოთ ფული. თუ შენ ფულს უბრალოდ იმიტომ აკეთებ, ფულის ინვესტიციას იმიტომ აკეთებ, რომ ეს არის შენი ჰობი და მეგობრებში და ნათესავებში თქვა რომ აი მე ესა და ისე მაქვს ნაყიდი და ჩემი ჰობი არის, ანუ დიდი სისულელი არის, ხო? ინვესტიციები და ტრეიდინგი არ არის ჰობი. ინვესტიციები და ტრეიდინგი არის იმისთვის, რომ გააკეთო ფული. და თუ შენ ამ ყველაფერი შეგიყვარდება, ხო, და დაბრმავდები, რა თქმა უნდა ფულს დაკარგავ, ხო? და ეგეთი ხალხი არის საჭირო, აუცილებლად საჭირო იმისთვის, რომ ბაზარზე მე და ჩემნაირმა ტრეიდერებმა გააკეთონ ფული, იმიტომ რომ თუ მეორე მხარეს არ არის ესეთი ვიღაცა, ვისაც ჯერა რომ
ეს რაღაც არის მომავალი, რა ვიცი, ფული, ოქრო და ასე შემდეგ და არ ყიდულობს და არ ინახავს, ფულს მე ვერ გავაკეთებ. თუ მე შევინახე და ყველამ შეინახა და უკაცრავად თუ ყველამ გაყიდა, ხო? და ფასმა არ აიწია, რა თქმა უნდა, მეც ვერ გავაკეთებ ფულს. ხო, ამიტომ მე მჭირდება ესეთი ადამიანები, ვინც ბიტკოინზე არიან შეყვარებულები, ჯერათ რომ ის სატოში გახდება, ჯერათ რომ მათი სატოშების შეგროვება არის აუცილებელი და მომავალში ჩვენი ფული იქნება, რაც უდიდესი სულელი არის. ამ ყველაფრის განმარტება შემიძლია და ამაზე ვიდეოსაც აუცილებლად გავაკეთებ. იმიტომ რომ შეუძლებელი არის ეს ყველაფერი, მაგრამ ოკეი, ვისაც გონია თლად უკეთესი, იმიტომ რომ ისინი ინახავენ, მე პირიქით ფულს გავაკეთებ. და ეს ძალიან კარგი არის ჩემთვის, მაგრამ ის რომ შენ თუ გინდა რომ გააკეთო ფული ბაზარზე, უნდა იფიქრო სხვანაირად. და ეს დისკუსია რომ გავაგრძელოთ უბრალოდ, რაც მომეწონა ამ ყველაფერში არის ის, რომ მითხრა ესეთ ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც ანუ თუ შენ რაღაცა, ანუ ეს პროექტი იყო მორგებული კრიპტოინვესტორებს რა, კონკრეტულად აღარ მახსოვს ბოლომდე აღარ ჩავძებული ვარ, იმიტომ რომ მე თვითონაც ვთქვი, აი ნახე მეთქი მე ვარ ტრეიდერი, მე ვარ კრიპტოში ინვესტორი, მაგრამ ახლა შენ რასაც ამბობ? აზრზე არა ვარ, რა არის მეთქი და ზუსტად ეს არის მეთქი, კარგი მაგალითი რომ მოგცე, რატომ არ უნდა გააკეთო ინვესტიცია ესეთ პროექტებში მეთქი. აი ეს ამხეთი მოგებრებო ვთქვათ, ვიღაცამ გამოგონა რაღაცა პროექტი, კრიპტო პროექტი, ხო? მოდი ჯერ გადავხედოთ მსოფლიოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი აკეთებს ინვესტიციას კრიპტოში. გუგლში თუ ნახავთ 6 რაღაცა პროცენტია, რაც მე მაგალითად სულეთ მიმაჩნია და უფრო ნაკლები არის, რატო არის უფრო ნაკლები? მე მაგალითად მაქვს 5 საფულე. შეიძლება ონლაინში მაქვს 5 საფულე. სხვადასხვა საიტებზე მიდევს ჩემი კოინები და ესე ვთქვათ, დაყოფილი მაქვს ეს ყველაფერი, ხო, სატრეიდინგო სხვა გამიდევს, რაღაცა ნაწილი სხვა გამიდევს, რაღაცა ნაწილი სხვა გამიდევს და ასე შემდეგ, ხო, ანუ ჩემს სახელზე არის რამოდენიმე საფულე. და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ითვლება საფულეების რაოდენობაზე, რაც ჩემი აზრით, ანუ შეუძლებელი არის, პირიქით თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი იყოს დაცული და დეცენტრალიზებული, რა თქმა უნდა, ეგ ციფრებიც არ იქნება დაზუსტებული, ხო, იმიტომ რომ შეიძლება მე 15 სხვადასხვა საფულე ვიყიდო, ლეჯერის ან ტრეზორის მაგალითად და გადავნაწილო და ეს მაგალითიც ქონა ადრე მოყვანილი, რომ აი ჩვენ ვიცით სატოშის რამდენი ისიც აქვს, რა ქვია, ბიტკოინი და ეს ვერ გააკეთებს ბაზარზე манипуляციასო რა, იმიტომ რომ ვიცით რომ მაქსიმალური ბიტკოინის რაოდენობის საფულეო რამდენი დევსო და ნუ ასე შემდეგ რა, მაგრამ ხო შეგიძლია შენ იყიდო 10,000 სხვადასხვა ლეჯერი და ეს ფული გადაანაწილო, ხო? ნუ მაგრამ მაგასთან უნდა დავანებოთ, გავაგრძელოთ ისევ ეს ისტორია. ვუთხარ ნახე, რამდენი პროცენტი აკეთებს ინვესტიციას, მე ამ პროცენტთან ვთქვათ, რომ 6%-ია ვთქვათ. ამ 6%-დან რამდენი უბრალოდ აკეთებს ინვესტიციას და საერთოდ არ აინტერესებს რაც მოხდება, რამდენი აკეთებს დიდ ინვესტიციას, რამდენი აკეთებს პატარა ინვესტიციას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ბიტკოინში უფრო პატარა ინვესტორები არიან, ხო, ეს ლიფსიტები, რომელიც ცდილობენ რომ პატარა ფულით გააკეთონ დიდი ფული, რა თქმა უნდა, დიდი ინსტიტუციები შემოვიდნენ და დიდი ესე ვთქვათ ინვესტორები ჩამოვიდნენ, მაგრამ ეს ვერ შეედრება ესა დიდ ბაზრებს, მაგალითად, როგორიც არის საფონდო ბირჟები, ხო? ანუ შენი პროდუქტი რომელ კატეგორია ხალხზე არის გათვლილი, სავარაუდოდ იმაზე, ვინც დღე და ღამე კრიპტოთი არიან დაკავებულები, ხო, რომლებიც არიან ძალიან ცოტა. მათგან ერთ-ერთი ვარ მე, ყოველდღე კრიპტოთი ვარ დაკავებული, მაგრამ არის კატეგორიის ხალხი, რომლებიც უბრალოდ ინვესტიციას აკეთებს და უბრალოდ ვიწყებენ. ან დეციას აკეთებენ ყოველთვიურად და კვარტალურად რაღაც ინვესტიციას აკეთებენ, ან უბრალოდ ერთჯერად აკეთებენ ინვესტიციას და ივიწყებენ, ხო, მაგრამ აი ეს ეგ პულები და იმის დალისტვებში რაღაც მონაწილეობა და რაღაცა ძალიან ცოტა რაღაცა ნაწილი იმაშრება, ხო? იყენებს ამ ყველაფერს. მე რო ვუთხარ, რომ ანუ წარმოედგინე მე ვარ მეთქი შენი პოტენციალური კლიენტი, ანუ იმ კოინის პოტენციალური კლიენტი, რომელშიც შენ აკეთებ ინვესტიციას, მაგრამ მე თვითონ არ ვიცი კოინი რა არის და წარმოედგინე მეთქი, ანუ მე ვარ კრიპტოში ინვესტორების ერთ-ერთი კრიპტოში იმ 6%-დან რომელიც თქვი, იქიდან მე შეიძლება ვიყო 1%, რომელიც ყოველდღიურად აკეთებს, ესე ვთქვათ, ყოველდღიურად კრიპტოთი არის დაკავებული, ხო? ანუ ჩვენ ვიცით რომ ახლა 10,000 კრიპტო ინვესტორი რო დაგვისვა, იქიდან მხოლოდ 1-2% იქნება, ვინც ყოველდღურად ტრეიდინგით არის დაკავებული, ინვესტიციები და ასე შემდეგ, ხო? უმეტესობა აკეთებს ინვესტიციას და მოსჭ. ანუ იმ 6%-დანაც, რომელიც აკეთებს კრიპტოში ინვესტიციას, იქიდან 1% არის შენი პოტენციალური კლიენტი, ანუ ამ კოინის პოტენციალური კლიენტი და იმ 1%-დანაც ძალიან პატარა ნაწილი გამოიყენებს იმ შენ პროდუქტს, რომელიც შენ დალისტე, ხო? ანუ მაგაზე საერთოდ არ მიფიქრიაო, მითხრა და შენ მოგუთხარი ესეთი რამე, რომ
შეგიძლია მეთქი რომ ეგ რასაც აკეთებს, ანუ ეგ კოინი მაგის საბაზრო ღირებულება გაარკვევა მეთქი, ანუ მაგალითად რომ ავიღოთ ახლა ისო საფონდო ბირჟებზე რო გადავიდეთ, მაგალითად ჩიპების ფაბრიკანტები, ხო, ჩვენ ვიცით რომ ჩიპების აქციები, კომპანიები რომელიც აკეთებენ ჩიპებს ძალიან იზრდება, ხო, იმიტომ რომ გვაქვს AI, გვაქვს ის, გვაქვს ეს და ანუ ძალიან იზრდება. ახლა ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია, ანუ ძალიან ბევრი კომპანია არსებობს, ხო, ჩიპების. შეგვიძლია ჩვენ მთლიანი ჩიპების ბაზარი, ანუ ავიღოთ რომ 10 კომპანია არსებობს, მაგალითად თქვა და ის 10-ვე კომპანია აკეთებს 10 ტრილიონ ბრუნვას წელიწადში მაგალითად ავიღოთ, მაგრამ არის მხოლოდ ის ერთადერთი, რომელიც აკეთებს ამ ბრუნვის 40%-ს და დანარჩენი არიან პატარ-პატარები 5%, 10%-ს აკეთებენ და ამავდროულად გვიხარ ეგეთი ანალიზი შეგიძლია მომაწოდო მეთქი რომ ვნახოთ რამდენი ანუ ღირს თუ არა ესე ვთქვათ ეს პროდუქტი საინვესტიციოდ რომ ანუ ეს პროდუქტი იყიდება ეს პროდუქტი არის მოთხოვნადი რახან შენ იყენებ და რახან შენ 1-2 გაიგე რომ ეს ამ პროექტს იყენებს ეს არ არის იმის დამადასტურებელი შენ ამაში უნდა გააკეთო აუცილებლად ინვესტიცია არ შემიძლიაო, ანუ არ ვიცი, არც გამირკვევიაო. სავარაუდოდ არც იქნება. შემდეგი კითხვა იყო ის, რომ შეგიძლია თუ არა შენ შემოსავალი და გასავალი ნახო, შეგიძლია თუ არა შენ ნახო, არიან თუ არა მეუხმარებლები, კმაყოფილები, ვინც მუშაობს იქ კმაყოფილები რა არის მათი მომავალი გეგმა, არის თუ არა ეს გეგმა რაღაცნაირად ლოგიკასთან ახლოს მაინც და ასე შემდეგ. არაფერი არ ვიციო. უბრალოდ YouTube-ზე ვიღაცის რაღაცა ნახა, შემდეგ თვითონ გადავიდა იმათ Discord-ზე, იმათ X-ზე, იმათ ისე და რახან რაღაცა ესე რამის გულიზე აკეთებს ინვესტიციას, რაც ძალიან დიდი სულელი არის, ხომ? როცა შენ კომპანიას აარსებ, რატომ მიდიხარ პირდაპირ კრიპტობაზარზე და რატო გამოვაქვს შენი ტოკენები ან არ აქვს მნიშვნელობა ეს კოინები, რომ ვიღაცამ გააკეთოს ინვესტიცია. ნუ რატო უნდა გააკეთო? ეგ იმიტომ რომ ეს არის შენთვის ფულის გამოსამუშავებელი, ხო? იმიტომ რომ როცა საფონდო ბირჟებზე გინდა შენ დარეგისტრირება, შენ უნდა წარადგინო შენ შემოსავალი, გასავალი, გაქვს თუ არა ჯანსაღი კომპანია და გაქვს თუ არა შემოსავალი და მას შემდეგ შეგიძლია მხოლოდ გასცე ესე ვთქვათ შენი აქციები და კრიპტობაზარში არის პირიქით. ეხლა მე დღეს რო ჩამოვაყალიბო რაღაცა ახალი რაღაცა რო გამოვიგონო და ვთქვა რომ ახალი ოქრო გამოვიგონი ან თქვათ მეტეორიტები რომლებიც ვარდება იმ მეტეორიტებს ვიძიებ სად ჩამოვადნენ როგორ ჩამოვადნენ და იქიდან ნუ რაღაც სულ რომ მოვიგონო რომელიც ძალიან ასე ვთქვათ ძალიან მაგრა ჟღერს და უბრალოდ ამის ტოკენიზაცია რო გავაკეთო დავდო კრიპტობაზარზე და იყიდო ხო ამით მე ვაკეთებ ფულს მაგრამ თქვენ ვერ გააკეთებთ ფულს იმიტომ რომ მე არ მაქვს ფულის შემოსავალი მე ვერ ყვიდით ჩემ პროდუქტს რომ თქვენ რაღაცა იქიდან ნაწილი გაგიყო ხო ამიტომ მე არ გეუბნებით რომ უნდა გააკეთოთ ან არ უნდა გააკეთოთ უბრალოდ თქვენ უნდა დაფიქრდეთ თქვენ უნდა ჩაიხოდოთ თქვენ საფულეში ის რომ ადრე ფული კეთდებოდა ამით ოკეი რაც უნდა გეყიდა ყველაფერი მაღლა მიდოდა მაგრამ გავიაზროთ ის რომ ბაზარი შეიცვალა ადრე იყო 2000-3000 კრიპტოკურენსი მაქსიმუმ და რაც არ უნდა გეყიდა უბრალოდ თვალი დაგეხუჭა და აგერჩია რომელიმე კრიპტო მეორე დროს გაიღვიძებდა და შეიძლება 300% ყოფილიყო გაკეთებული ბაზარი შეიცვალა ის უფრო საშინელება გახდა, ანუ მithumeles რეგულაციებიც არა გვაქვს, არის თავისუფალი ბაზარი და სადაც არის თავისუფალი ბაზარი და იქ სადაც კეთდება ფული, ყოველთვის არიან ქურდები. იქ ყოველთვის იქნება ესეთი ადამიანები, ვისაც შენთვის უნდა რომ, ანუ შენ უნდა რომ ფული წაგართოს. ჩვეულებრივია. ამიტომ უნდა იყო ფრთხილად, უნდა იყო კრიტიკული შენ თავდანაც და პროექტებსანაც და ყველასთან. და რაშიც გააკეთებ ინვესტიციებს, არ უნდა შეგიყვარდეს. მე ახლა ხვალ რო გავიგო რომ ბიტკოინზე მოხდა რაღაცა რაც მე არ მომწონს, აღარ გავაკეთებ ინვესტიციას, მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ ახლა რახან ბიტკოინი მომწონს, ჩემი მთლიანი კაპიტალი ბიტკოინში ჩავდა. ეგიც დიდი სისულელია, ეს არ არის ინვესტიცია, ეს არის ჩვეულებრივი გემბლინგი და ეს არის ზარმაცობა, რომ ადამიანი უნდა იყოს მაშინ ზარმაცი, რომ არ გამოიკვლიო რა შეაკეთებ ინვესტიციას როგორ და არ გამოიკვლიო სხვადასხვა ასეტებში, სადაც შეიძლება გააკეთო ინვესტიცია, იმიტომ რომ როცა შენ გაქვს მხოლოდ ერთ ასეთში ინვესტიცია, ყველა ფიქრობს, რომ თუ წავიდა კარგად, გავაკეთე ბევრ მოგებას, მაგრამ თუ წავიდა ცუდად, როგორ იცავ თავს. ამიტომ ყოველთვის არის საჭირო, რომ დავყოთ ჩვენი ინვესტიციები და გქონდეს ასე ვთქვათ, დივერსიფიცირებული ინვესტიციები და კიდევ ერთხელ მეგობრებო, დივერსიფიცირებული საფული და დივერსიფიცირებული პორტფოლიო არ ნიშნავს იმას, რომ შენ 10000-ის ის თუ გაქვს, რა ქვია,
დამაზოგი და იმ 10.000 შედიხარ კრიპტოში და იმ 10.000-დან 60% ბიტკოინში, 20% ეთერიუმში და 20% ალტკოინებში, ეს არ არის დივერსიფიკაცია, ეს არის 100% რო კრიპტოში ხარ. მაგრამ თუ შენ მაგალითად აი $10,000-დან 25%-ს დებ კრიპტოში და 25%-დან 60% ბიტკოინი, შენ 20% ეთერიუმი, 20% ალტკოინები და დანარჩენი 75% იმ 10.000-დან კიდე თუ ყოფ და დანარჩენ 25%-ს თუ აქციებში დებ, 25%-ს კომოდიტიებში, 25%-ს ქეშად თუ ინახავ რამეს კარგი შანსი თუ გამოდის და კიდე გააკეთე ინვესტიცია, მაშინ დივერსიფიცირებული ხარ, მაშინ დივერსიფიცირებული პორტფოლიო გაქვს, მაშინ ჭკვიანური პორტფოლიო გაქვს და თუ რაღაცა მოხდა ბაზრებზე, ყოველთვის იქნება ესეთი ასეთი, რომელიც შენ წაგებას, ესე ვთქვათ, გამოასწორებს და ერთი ასეთი რო ჩავიდეს ქვემოთ, მეორე იქნება, რომელიც ავამაღლა, ანუ უფრო ნაკლებად დავარდება, რომ შენ რაც შეიძლება პატარა წაგება ნახო და მოგების შემთხვევაში ნახო სოლიდური მოგებაც, იმიტომ რომ კი შეიძლება ბიტკოინმა მომავალ წელს 50% გააკეთოს და აქციებმა 20%, მაგრამ თუ ბიტკოინი დავარდა 70%, შეიძლება აქციები დავარდნენ 15-20%. ხო, ანუ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ, მეგობრებო. ეს მინდა და თქვენთვის გამეზიარებინა და იმედია გაიაზრებთ თუ რას ვამბობ. არც მე უნდა დამიჯეროთ, არც არავის უნდა დაუჯეროთ, არც იმ ადამიანს უნდა დაუჯეროთ, ვინც იქზე ამბობს, რომ ალტკოინ სეზონი მოდის და მიდის და ხვალ იქნება და ზეგი იქნება, არავის უნდა დაუჯეროთ, გააკეთეთ თქვენი ანალიზი, იმიტომ რომ თქვენი თავის გარდა ვერავის ვერ დაადანაშაულებთ. მე რომ თქვა, რომ ხვალ ბიტკოინი წავა 200,000 და შენ იყიდო და პირიქით განულდეს, შენი ბრალი, ამიტომ შენ მიიღე გადაწყვეტილება. და რომ თქვა, რომ 200,000-ზე ავა და არ იყიდო და ხვალ მართლა 200,000-ზე ავუდეს და თქვა, რომ აი რატო არ ვიყიდე, ეგეც შენი ბრალია. იმიტომ რომ კნოპკებთან შენზე ხარ, შენ წვეთ ყველაფერს და შენ, ანუ არავის ბრალი არ არის, შენ ფულს წაგებ თუ შენ ფულს გააკეთებ, ეს არის ხოლმე და ხოლმე შენი ბრალი. ფულს გააკეთებ თუ ფულს წაგებ, ხოლმე და ხოლმე შენ თავს უნდა მოთხოვო შენი პასუხი. ამიტომ იმედია რომ ეს რაც მოგიყევით, თქვენთვის იქნება ერთ-ერთი მაგალითი იმისთვის, რომ გააზრებულად გააკეთოთ ან ინვესტიციები, ან ტრეიდები და ასე შემდეგ. და მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩვენ ჩარტებზე და განვიხილოთ ჩვენი ალტკოინები. პირველი ალტკოინით მინდა დავიწყო რიპელით, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მეგობრებო. გადავიდეთ კვირაზე. კვირაზე ვხედავთ, რომ ანუ ჩვენ გვაქვს დიდი ზრდის მერე high გვაქვს, low გვაქვს, ანუ higher low, შენეგიდე higher low და შენ გავაკეთეთ lower high, რომელიც იყო პირველი ინდიკაცია იმის, რომ ჩვენ შეიძლება წავსულიყავით კორექციაზე. ეგრეც მოხდა, ჩვენ დავკარგეთ კვირის level-ზე ჩვენი სტარტი, რომელმაც წაგვიყვანა local high-ზე, დავკარგეთ, გავტესეთ და გავაკეთეთ შემდეგ უკვე lower low. ანუ კვირას რომ შევხედოთ, კვირეულზე ჩვენთვის ისევ დაღმავალი ტრენდი არის. ჩვენთვის არის აუცილებელი რომ ეს ლეველი გავარღვიოთ კვირაზე, კვირის ჩარზე, თუ ეს ლეველი გავარღვიოთ, შემდეგ უკვე შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ფასი წავა ძალიან მაღლა. მაგრამ რა ხდება ახლა დღიურზე, ნახეთ. ავიღოთ ეს რომ ეს არის ჩვენი weekly, მაგრამ დღიურზე ჩვენ უკვე ვხედავთ როტაციას. პირველ რიგში დავხაზოთ ეს სუპორტი, რომელიც შეიძლება კიდევ გაიტესტოს, ანუ ფასი თუ ჩამოვიდა ქვემოთ, შეიძლება აუცილებლად ეს ორი ლეველი კიდე გაიტესტოს. clone. ამ ორი ლეველის გატესტვა არის კიდევ შესაძლებელი, თუ ჩვენ არ დავადასტურეთ ტრენდის უკუცლა და არ წავედით მაღლა. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, ჩვენ გავაკეთეთ ესე ვთქვათ ბოლო დროპ-ოფი, რომელმაც წაგვიყვანა local low-ზე, ეს ადგილი, წაგვიყვანა local low-ზე და შემდეგ ვერ გავარღვიეთ, ეს drop-off-ი ვერ გავარღვიეთ, ქონა rejection-ი, წამოვედით ქვემოთ და გავტესტეთ აი ეს ადგილი, რის შემდეგაც ჩვენ გავარღვიეთ ეს drop-off-ი, რომელიც რა თქმა უნდა გვაძლევს სიძლიერის სიგნალებს. როგორ უნდა წავიკითხოთ ახლა ჩვენ ეს სიძლიერის სიგნალები და როგორ უნდა გადავეტანოთ ჩვენ ეს ისეთ ისტორიაში, რომ ჩვენ ამით შევძლოთ ტრეიდში შესვლა და ამით ფულის გაკეთება. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. ჩვენ გვაქვს დაღმავალი ტრენდი. აგვაქვს დაღმავალი ტრენდი. lower low-ები და lower high-ები, აი ახლა ძალიან ადვილად რომ აგიხსნათ ისევ. ეს იყო აქ high, low, lower high, lower low. ეს იყო higher high ამასთან შედარებით, მაგრამ ჩვენ ეს დავარეჯექტეთ, ეს უფრო swing high დავარეჯექტეთ და თავარი რაც არის აქ არის ის, რომ
higher high შემთხვევაში ჩვენ არ გაგვირღვევია ეს drop-off-ი და არც ეს high, ანუ ჩვენ ხედავთ აქ ჩვეულებრივ rejections. შემდეგ ვაგრძელებთ ესე downtrends, lower low-ები და lower high-ები და შემდეგ გვაქვს ბოლოს აქ high, lower high, lower low და შემდეგ აგვაქვს ჩვენ higher high, მაგრამ არ გაგვირღვევია ეს level-ი, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ level-ის გარღვევა იმისთვის, რომ გაგვიაქტიუროს long-ები. შემდეგ გვქონდა higher low და ახლა გვაქვს higher high, რომელმაც გაარღვია ეს level-ი, რომელმაც ჩვენ წაგვიყვანა ესე ვთქვათ ბოლო ლოკალურ low-ზე. ანუ ჩვენ რომ გვაქვს lower low და lower high-ები, ჩვენ გავარღვიეთ, გავაკეთეთ higher high და როდის აკეთებ შენ higher high-ს, როცა შენ იმ წერტილს, რომელმაც წაგიყვანა ბოლო low-ზე, არ ვარ, ხო, ეს არის შენთვის პირველი ინდიკაცია იმის, რომ ტრენდი შეიძლება შეიცვალოს და ჩვენ ვხედავთ, რომ ტრენდი შეიცვალა, მაგრამ ახლა ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის ინვალიდაცია, გვჭირდება ორმაგი კონფირმაცია და რას გულისხმობ მე ორმაგი კონფირმაციაში? კიდევ ერთხელ დაგიხაზავთ, გვაქვს ესეთი დაღმავალი ტრენდი. ეს არის ბოლო drop-off-ი, რომელიც გინდა რომ გაარღვია იმისთვის, რომ ტრენდი შეიცვალოს, ჩვენ გავარღვიეთ და წავედით მაღლა. ეხლა რა ხდება მეგობრებო? იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს ორმაგი კონფირმაცია და ინვალიდაცია იმისთვის, რომ ტრენდი მართლა შემოbrunდა, ანუ ეს არის პირველი ინდიკაცია იმის, რომ ტრენდი შემოbrunდა, შეგიძლია აქ შეხვიდე და ერთი მოგება დააფიქსირა cover და 3 და ასე შემდეგ, მაგრამ ორმაგი კონფირმაციას ვინც ელოდება ხოლმე, რა გვჭირდება ჩვენ რომ მოხდეს, ჩვენ გვინდა მოხდეს, რომ მოხდეს კიდე high, გაკეთდეს higher high და higher low. ანუ ჩვენ აგვაქვს შემდეგ higher high, higher low, higher high, აგინა მე რომ higher low გაკეთდეს და წავიდეს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ გავაკეთეთ აქ უკვე higher high, შეგიძლია უკვე თამამად შეხვიდე higher low-ზე, იმიტომ რომ ტრენდის უკუცლის ინვალიდაცია უკვე მოხდა. აქ ჩვენ გვაქვს ახლა მხოლოდ და მხოლოდ ის ერთი კონფირმაცია, რომ ჩვენ გავარღვიეთ ეს high, სადაც შენ შეგეძლო შესვლა ტრეიდში, ანუ რასაც აქ გულისხმობ მეგობრებო, რაც 2 წამის წინ აქ აგიხსენით. ქონა ბოლო drop-off-ი, გავარღვიეთ, ანუ აქ გავარღვიეთ და შემდეგ შეგიძლია აი აქ აიღო, რაც რა თქმა უნდა მოხდა, აგრესიულად გაიტესტა სხვადასხვა და აქ არის კიდევ გასატესტი ადგილი და შემდეგ ინა რომ ორმაგი კონფირმაცია მოხდეს, ანუ გაკეთდეს higher high კიდე, რას გულისხმობ ამ higher high-ით, შენ გინდა რომ გაკეთდეს აქედან, ანუ ეს ხომ არის high, გინდა რომ გაკეთდეს აქ higher high, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ეს higher high მე არ დამაკმაყოფილებ და იმიტომ რომ ჩვენ კვირის level-ზე ვარ ეჯექტებთ აი ამ level-ს. ამიტომ ჩემთვის აუცილებელი იქნება რომ ეხლა პირადად რომ ტრეიდები მოვძებნოთ, საჭირო იქნება ჩემთვის რომ გავარღვიოთ ეს level-ი daily-ზე მინიმუმ და შემდეგ ვეძებოთ long-ები. long-ები შეიძლება იყოს აქ, შეიძლება იყოს აქ, მაგრამ აუცილებელი არის ის რომ გავარღვიოთ ეს level-ი იმის რომ გქონდეს ორმაგი კონფირმაცია, მაგრამ ალა მინუტ ამ მომენტში სად შეიძლება შესვლა? შენ უკვე დაგვიანებული გაქვს, იმიტომ რომ შესვლა შეიძლებოდა აი აქ შეიძლება შესვლა, მაგრამ მე ვხედავ რომ double time frame-ებზე აქ არის კიდე ადგილი, რომელიც შეიძლება გაიტესტოს. და აქ ვხედავ რომ არ ეჯექტებს მაინც ამ level-ს, რომელიც შეიძლება წამოვიდეს ქვემოთ და გაიტესტოს აი ეს area. რა თქმა უნდა, სიძლიერისთვის არის აუცილებელი რომ ჩვენ უფრო დამაჯერებელი რო იყოს გარღვევაც და ტრენდის უკუცვლას, უკეთესი იქნება რომ მოხდეს ის სცენარი, რომელიც წეღან აგიხსენით რომ გავარღვიოთ ესეც daily-ზე და ორმაგი კონფირმაცია მივიღოთ, მაგრამ თუ ეგ არ მოხდა, ასე მე მგონია რომ აუცილებლად ჩამოვა ქვემოთ და გადასტავს ქვემოთა level-ებს და რომელი level-ები მომწონს მე გასატესტად. გასატესტად შეიძლება გაიტესტოს ეს level-ი, შეიძლება გაიტესტოს ეს level-ი, მაგრამ ამ level-ის გატესტვა მე უკვე აღარ მიმაჩნია პოზიტიურად, იმიტომ რომ ჩვენ აქ თუ ჩამოვიდით ტექნიკურად რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ჩვენ თუ აქ ჩამოვიდეთ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო დიდ კონსტრუქციას ვაგზავნებთ, ანუ უფრო დიდ დაღმავალ ტრენდს ვაგზავნებთ, იმიტომ რომ აქ თუ იყო high, აქ თუ იყო low, მაშინ ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ აქ გავაკეთეთ lower high და შემდეგ უკვე ლოგიკური არის, რომ გავაკეთეთ უფრო lower low, რაც რა თქმა უნდა არ მინდა რომ მოხდეს. თუ რა თქმა უნდა აქ ჩამოვიდა ფაზით და აქ შეჩერდა ტექნიკურად ესეც არის შესაძლებელი, იმიტომ რომ შენ აქვს low გაკეთებული აქ, high გაქვს გაკეთებული და ანუ აქაც high გამოდის და შეიძლება მე low ჩამოვიდეს აქ და მაინც ამასთან შედარებით გამოდის higher low. ტექნიკურად შეიძლება, მაგრამ ეს აღარ იქნება პოზიტიური, ამიტომ მე მერჩევნია რაც უფრო მაღლა დაიჭერს ფასი, მით უკეთესი. სად შეიძლება ახლა აქ შესვლა? ანუ პირველი არის რომ ეს გავარღვიო და შემდეგ მოვუძებნოთ long-ები და მეორე არის რომ პირველი არის აქ, მაგრამ თუ ჩამოვალთ ჩვენ უფრო double time frame-ზე, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ამ ადგილშიც არის liquidity
რომელიც შეიძლება გაიტესტოს. შენ ამისთვის შეგიძლია გადახვიდე კიდევ ისტორიაში და შეგიძლია ნახო სხვადასხვა ადგილები, რომლებიც შეიძლება იყოს საინტერესო. საინტერესო ჩემთვის შეიძლება იყოს აი ეს ადგილი, იმიტომ რომ ნახეთ, აქ რამდენი liquidity გვაქვს და რამდენი გატესტვები გვაქვს. ეხლა ლეველი რო დავხაზოთ, მაინტერესებს სად გამოვალთ. ხედავთ რამდენი გატესტვები არის. კი ბატონო, აი ზუსტად სადაც ქონა მოხაზული, ზუსტად იქ გამოვდივართ. ანუ რატო ამობ liquidity-ს, იმიტომ რომ ბევრი არის ვინც აქ უყურებს entry-ს. და ვინც აქ უყურებს entry-ს, უნდა გავიაზროთ თუ სად აყენებენ ისინი stop loss-ებს. Stop loss-ები ყენდება აქ და ზუსტად აქ არის ხოლმე liquidity და შეიძლება გავიკოს ვიკი იყოს აქამდე და მერე წავიდეთ მაღლა. ანუ ჩემთვის არის ეს იდეალური შესვლის ადგილი. და იმის ინდიკაცია რომ ანუ აქ არის liquidity და სადაც liquidity არის, იქ რა თქმა უნდა ბევრი ისტოპება და იქ ჭკვიანი ესე ვთქვათ ტრეიდერები იფსებიან. ეს რაც შეეხება Ripple-ს მეგობრებო, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ჩემს, ამიტომ საინტერესო რას გავაკეთებთ მომავალ დღეებში, ან აქ შეიძლება შესვლა, ან კიდევ ანუ ეს არის ერთი სცენარი და მეორე სცენარი არის რომ ეს გავარღვევთ და შევიდეთ აქ. მეორე ჩვენთვის იქნება DOT, რომელიც საინტერესოდ გამოიყურება DOT-იც. რატომ გამოიყურება საინტერესოდ? იმიტომ რომ ესე თუ შევხედავთ, არ გამოიყურება საინტერესოდ და არ გამოიყურება საინტერესოდ და არის shitcoin-ი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზროვნებით ეს არის ფუნდამენტალურად უმაგრესი coin-ი და არის Ethereum killer-ი, არ გამოიყურება. ნუ შეხედეთ, აი ვთქვათ, რომ აი all-time high არ ავიღოთ, მაგრამ all-time high თუ ავიღოთ, ჩვენები ლუნა არის. რაც ლუნაზე მოხდა, იგივე მოხდა აქ. ანუ რა განსხვავება არის შეუძლია იმას ამოხსნას, რომ DOT-ის და ლუნას შორის რა განსხვავება არის? ერთი განსხვავება რომ ვიტყვით. ანუ პროცენტულობით გაუფასურდა 92%. 92%. $10,000 თუ გქონდა გაკეთებული, იმიტომ რომ შენ ვიღაცამ გირჩა რომ ეს არის Ethereum killer და შენ რო გადაიანგარიშებდი აქ რომ ეს არის $54 და Ethereum მაგ დროს არ ვიცი რამდენი იყო, თქვა $2,000 რო გადაიანგარიშებდი 4-5x, საინტერესოა. ნუ 40x. საინტერესოა ხო? 10,000-ით პირდაპირ შევიდეთ. გამოიანგარიშებდი მე 10,000 გამრავლი 40, რამდენი გამოდის და ტრილიონერი ხა. ბევრი ვიცი ეგრე აკეთებდა, მაგრამ თქვათ რომ $10,000 გააკეთე, ინვესტიცია 92% მინუსში ხარ, შენ გაქვს ხოლმე $800 დარჩენილი. შენ თუ ამის მერ კიდევ მეუბნები ეს არის ფუნდამენტალურად ძალიან მაგარი coin-ი, ყოჩხ. აი მართლა ყოჩხ. ნახე ახლა განსხვავება ჩემში და შენში. შეიძლება ახლა მეც ტრეიდერი აქვს სხვათა შორის არ შევსულა, მაგრამ მე თუ იქნებოდი ტრეიდერი, ნახე, ინვესტორ და ტრეიდერ შორის განსხვავება. მე თუ როგორც ტრეიდერი შევიდოდი მაგალითად აქ შევსულიყავი, თორემ მე შევიდოდი აქ, შემივსებ და აქ აუცილებლად take profit ერთი მექნებოდა დაფიქსებული და მე გამსტოპავდა. და განსხვავება არის ის, რომ მე დავკარგავდი ჩემი პორტფოლიოს მაქსიმუმ 1%-ს, მაგრამ იმიტომ რომ დავაფიქსირე აქ უკვე ერთი take profit-ი, ჩემი პორტფოლიოს 0.5%-ს დავკარგავდი, ანუ 1%-ის ნახევარს. მაგრამ შენ დაკარგე 92%, ანუ ამ ყველაფერში ხო არის ძალიან დიდი განსხვავება. და ეხლა ვიცი კიდე რომ ბევრი ხალხი კიდე ყიდლობს, იმიტომ რომ მათთვის ეს არის საინტერესო ადგილი შესყიდვისთვის, იმიტომ რომ ან შესყიდვას ეძახიან როგორც ინვესტიცია. მაგრამ ანუ კიდევ ერთხელ რა არის ამა და ლუნას შორის განსხვავება. მაგრამ მოდი განვიხილოთ, ეხლა საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ მაინც სახიფათოთ, იმიტომ რომ ნახეთ, აქაც ისევ პირველი ინდიკაციები გვაქვს, რომ ანუ დასაწყისი ინდიკაციები გვაქვს, რომ ჩვენ შეიძლება ტრენდი შემოვატრიალოთ, მაგრამ რაც პირადად მე მინდა რომ აქ მოხდეს, არის ის, რომ ნახეთ, ანუ აქაც ეს რო გადავთარგმნოთ, დავიწყოთ აქედან high, low, lower high, lower low, ესეც lower high, იმიტომ რომ ამასთან შედარებით გამოდის lower high, lower low, lower high, ანუ ეს ამასთან შედარებით გამოდის lower high, lower low, ეხლა გავაკეთეთ high, ანუ ამასთან შედარებით გამოდის lower high, მაგრამ ჩვენ გავარღვევთ ეს ბოლო drop-off-ი, რომელმაც წაგიყვანა local lows. ანუ ეს არის პირველი ინდიკაცია იმის, რომ შეიძლება ტრენდის უკუცვლა მოხდეს, მაგრამ მე მჭირდება მით უმეტეს, როცა მე ესეთ რაღაცას უყურებ ზუმეთ აუცი. ესეთ რაღაცას რო უყურებ, მე აუცილებლად მჭირდება ორმაგი და სამაგი კონფირმაციებიც, იმისთვისაც რომ სამაგი კონფირმაციებიც იმისთვის რომ მე გაბუდულად შევიდე ამ ტრეიდში, იმიტომ რომ ახლა თუ შევიდე მე პირველ კონფირმაციაზე, ნახეთ, რაც XRP-ზე აგიხსენით, ხო, გქონდა ეს drop-off-ი, ესეც გაარღვია და ესეც გაარღვია პირდაპირ და შეიძლება ახლა მე რა თქმა უნდა პირველ კონფირმაციაზევე შევიდე
მაგრამ ეს იქნება ძალიან სახიფათო. მე მინდა ფასის ჯანსაღად განვითარება და რაც გულისხმობ ჯანსაღად განვითარებას, ჯანსაღად განვითარებას გულისხმობ დისტრიბუცია და აკუმულაცია. ეხლა გვაქვს ჩვენ აქ ჩვეულებრივი დისტრიბუცია და აქ ახლა ხდება აკუმულაციის პერიოდში ვართ მეგობრებო და რა მინდა რომ აქ მოხდეს? აქ მინდა მე რომ მოხდეს ესეთი რენჯი, ანუ არ მინდა რომ ესეთი რაღაცეები მოხდეს, მინდა რომ მოხდეს ჩვეულებრივი რენჯი. ჩვეულებრივი რენჯი მინდა მოხდეს, შემდეგ ეს რენჯი გავარღვიოთ და შემდეგ შევალ უკვე მე ლონგზე ამ დაველოდები იმის კონფირმაციებს რომ შევიდე ლონგზე. ეხლა რომ ვუყურებთ ამას, ჩვენ ვიცით რომ აქ არის high, ანუ ამასთან შედარებით lower high, აქ გვაქვს ჩვენის drop off, რომელმაც აგიყვანა local low-ზე, გავარღვიოთ ეს არის უკვე ინდიკაცია პირველი იმის რომ ჩვენ შეიძლება წავიდეთ, მაგრამ ანუ ორდერები გვეხსნება აქ, მაგრამ ეს არის ძალიან სარისკო ორდერები მეგობრებო და რას ველოდები მე ველოდები იმას რომ აქ ვინც შევიდნენ ორდერებში დიდი თანხებით შევიდნენ და ბევრი იყვნენ ისინი ვინც ესე ვთქვათ შევიან ამ ტრეიდში იმისთვის რომ ჩვენ შემდეგ შევძლოთ ახალი საწვავით დამატებული საწვავით გავარღვიოთ აი ეს high და შემდეგ უკვე მე ვიქნები ის პირველი ვინც შევა დოტში დოტის ტრეიდში მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ჩემთვის არ იქნება საინტერესო, რომ შევიდე Polkadot-ის ტრეიდში. ნუ ვინც აკეთებთ ახლა ინვესტიციას Polkadot-ში, you do you. არის თუ არა ახლა კარგი საინტერესო დოტის ყიდვა, როგორც ინვესტიცია, all time low-ზეა. ანუ არის თუ არა, ეგ უკვე თქვენთვის გადაწყვეტეთ. ამაზე იაფად ვერ იყიდიდი დოტს. ამაზე იაფად იყიდიდი, მხოლოდ და მხოლოდ პლუს მინუს 20%-ად იაფად 25 დღის წინ. მაგრამ თუ შენ 2021 წელს $54-ზე გჯეროდა რომ ეს იყო Ethereum კლერი და დღესაც გჯერა, მაშინ 92% ფასდაკლება გაქვს. ანუ გუშინ მანქანა თუ გინოდა გეყიდა, ანუ 2022 წელს თუ გინოდა მანქანა გეყიდა, რომელიც ღირს 100,000, დღეს ღირს ხოლმე $800. ამიტომ უნდა იყიდო თუ არა, ამას უკვე შენ თვითონ გაიცი პასუხი, მაგრამ ის რომ მე შევიდე ტრეიდში, სუსტად აგიხსენით ახლა რასაც ველოდები მე, პირველ რიგში რა თქმა უნდა გავარღვიეთ ეს რაც არის კარგი ინდიკაცია იმის რომ შეიძლება ბაზარი წავიდეს მაღლა. აქვე პრობლემა არის ის რომ ეს გარღვევა არ იყო ძალიან ესე ვთქვათ დიდი და რამე, ჩვეულებრივი გარღვევა იყო, არც თუ ისე დიდი ანუ დიდი სიძლიერითაც არ იყო, მაგრამ გარღვევა არის, გარღვევა რა თქმა უნდა გვიხსნის აქ long entry-ებს, მაგრამ მე არ ვაკეთებ entry-ს ჯერჯერობით, იმიტომ რომ ველოდები რომ ორმაგი კონფირმაცია მოგწეს და გავარღვიოთ ეს swing heights იმისთვის რომ გამიაქტიროს მე long. ამიტომ დოტს ველოდები, ახლა გადავიდეთ მეგობრებო Solana-ზე, Solana გამოიყურება საინტერესოდ, were interesting, მაგრამ აქაც რომ დავიწყოთ კვირველიდან მეგობრებო, ნახეთ ხლა რა ხდება. ჩვენ ვიცით რომ ამ level-მა წაგვიყვანა ჩვენ ქვემოთ. ამ level-მა წაგვიყვანა ქვემოთ. და შევჩერდით აქ რაც არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქედან დაიწყო დიდი ზრდა, რომელმაც გაგვარღვევინა ეს level-ი, შემდეგ გაიტესტა და წავედით გავაკეთეთ all time high. ანუ ეს level-ი არის საინტერესო და ლოგიკურიც არის რომ აქ შეჭერდა. რაც მე ძალიან მოწონს ახლა Solana-ში არის რომ ჩვენ გავარღვევთ კვირის drop-off-ი. ყველა drop-off-ი გავარღვევთ კვირისთან. თან რასაც უნდა მივაქციოთ აქ კიდე ყურადღება რომ ეს drop-ი იყო დიდი, ეს drop-ი იყო დიდი და მე უკვე ეს drop-ები პატარავდება, ანუ ჩვენი მომენტუმი უძლურდება, მომენტუმი რომელიც გვაქვს დაბლა, ანუ რომელიც ვარდება, ანუ ვარდნები ხდება უფრო და უფრო პატარა, ანუ ეს წითელი სანთლები ხდება უფრო და უფრო პატარა, ეგ ნიშნავს იმას, რომ ტრენდი ხდება უძლური, ანუ უძლურდება და უძლურდება. weekly-ზე, ანუ რაც არის პოზიტიური ჩემს არის რომ გავარღვეთ ეს level-ი ძალიან კარგი არის. რაც შეეხება daily-ს, შევჩერდით იდეალურ ადგილზე, სხვათა შორის წინა ვიდეოებს თუ გადახედავთ, სადაც მე Solana-ს ვიდეოები მაქვს დადებული მეგობრებო, თქვი რომ ეს იქნებოდა იდეალური level-ი შესვლისთვის. ვინც ინვესტიციას აკეთებს ან ვინც ტრეიდებს აკეთებს ამაზე. შეგეძლო პირდაპირ შესულიყავი ან შეგეძლო დაგლოდებინა ფასში, რომელიც ფასში ხდება ახლა, ანუ ფასში შესვლა ხდება ახლა. ლამაზ კონფირმაციებზე, რომელიც ახლა ანუ ახლა განვიხილავთ ამ ყველაფერზე. მაგრამ Solana-ს ვიდეოებში, სადაც განვიხილავ მის ფასს, ახსენილი მაქვს ზუსტად რომ ანუ ბევრს უნდა ყიდვა აქ თუნდაც აქ, მაგრამ მე ვთქვი რომ არის ძალიან ძვირი ამ მომენტში, ჩემს როგორც ტრეიდერისთვის, იმიტომ რომ თუ აქ ვიყიდე სად არის ჩემი მოგება, ხო? არიც მოგება სად არის, ანუ
ყველგან შეუძლია გაჩიც 280-ს და 300-ს, ხო? მაგრამ თუ შენ იყიდი აი აქ ქვემოთ, გეცოდინება რომ შენი მოგება პოტენციალური მოგება არის 180% პლუს-მინუს. რა თქმა უნდა, არ დაელოდები სანამ ფასი მოვაკ და გზადაგზა გაყიდი, მაგრამ როგორც ტრეიდერს გაქვს უფრო მეტი ხელმოსაჭიდი იმის რომ განსაზღვრო შენი stop loss-ი, შენი entry და შენი მოგება, პოტენციალური მოგება, რაც რა თქმა უნდა ძალიან აუცილებელი არის. რაც შეეხება ახლა დღიურს მეგობრებო, ანუ ჩვენ ვხედავთ რომ აქ გქონდა ლეველი, რომელიც ესე ვთქვათ, ამ ლეველის ქვემოთ გქონდა range და ამ ლეველის მაღლაც გქონდა range. გავარღვიეთ ეს range ჩვენ ქვემოთ და ეს range შეგვიძლია ეს გავადიდოთ და ჩვენ გავტესტეთ range-ის ქვემოთ ამ ხარი. რაც არის ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი, მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ანუ ვინც ძალიან ხშირად უყურებს ჩემს ვიდეოებს, ყოველთვის ვამბობ რომ როცა შენ range-ში შედიხარ, ყოველთვის range-ის მეორე მხარეს ტესტავ ხოლმე. ანუ შენ შემოხვედი აქ range-ში, ჩამოაღვიე ქვემოთ და გადასტე range-ის ქვემოთ ამ ხარი, რაც არის ყოველთვის საინტერესო იმისთვის რომ შეხვიდე trade-ში. ახლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, იმისთვის რომ გავაკეთოთ all time high, რა გვჭირდება ჩვენ, ისევ რომ გავიმეოროთ, ჩვენ გვინდა ამ range-ში შესვლა, რომ გავტესტოთ range-ის მაღალით ამ ხარი და თუ შევახცეთ ჩვენ ამ range-ში, უკვე ახლა პოზიტივი იქნება, რომ ძალიან ადვილად შეგვიძლია გავარღვიოთ all time high და გავაკეთოთ უფრო დიდი და დიდი ზრდები, ხო? ანუ ჩვენი შემდეგი მიზანი არის რომ შევარღვიოთ ამ range-ში. ამ range-ში თუ შევარღვიოთ უკვე 50% არის პლუს-მინუს range-ის მაღალით ამ ხარამდე, რაც ძალიან იდეალური არის და შემდეგ უკვე the rest is history, იმიტომ რომ აქ თუ შეარღვია და გავარღვიეთ ეს ლეველიც და ეს ლეველიც, მე რო უკვე ძალიან სწრაფი ზრდებით წავალთ უფრო და უფრო მაღლა. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა შევარღვიოთ ამ range-ში, რაც არ მგონია რომ პირდაპირ მოხდეს, მაგრამ კრიპტოში ყველაფერი შესაძლებელია. მოკლედ ეს არის ჩვენი long term მიზანი რომ აქ შემოვიდეს. იმიტომ რომ ისინი ვინც აკეთებენ ინვესტიციებს და აქ რაც ხდება მეგობრებო, აი როცა ვამბობ რომ მე მინდა აკუმულაცია და დისტრიბუცია, ვგულისხმობ ამას. ეს არის ჩემთვის ახლა იდეალური ჩარტი იმისთვის რომ ვივაჭრო, აი იდეალურზე იდეალური. პირველ რიგში იმიტომ რომ ნუ აქ არ ავიღებდი მე ჯერჯერობით ტრეიდს. აი აქ გულისხმობ აქ რო შევსულიყავ, იმიტომ რომ ხშირად ხედავ ხოლმე რომ აქ რო liquidity stop-ებს ეს ყოველთვის იტესტება ხოლმე და შეგეძლო აქ შესულიყავ, მაგრამ ეს უკვე scalp work-ი არის, სადაც მე ამ მომენტში სოლანას ჩარტებს არ უყურებდი, თან scalping-ს და day trading-ს ხოლმე Bitcoin-ს და Ethereum-ს ვაკეთებ, swing trade-ებს altcoin-ებზეც, მაგრამ იდეალური შანსი იყო, მე პირადად არ შევსულ, ასე რომ it's okay, მაგრამ daily-ზე ვნახოთ მეგობრებო, ძალიან მაგრა გამოიყურება daily-ზე, იმიტომ რომ high, ესე ვთქვათ low, დავარეჯექტეთ ეს lower high გამოდის, lower low, lower high, lower low და უცბად higher high. თან უბრალო higher high კი არა, ნახეთ, ანუ აქ კი ბოლო drop-off-ი გავარღვიეთ, აქ გავარღვიეთ ბოლო drop-off-ი, სადაც შეგეძლო აგეღო ტრეიდი, ანუ პირველი კონფირმაცია, მესე აგრესიულად არ ავიღებდი, დავიღებდი უფრო დეფენსიურად, მაგრამ ხედავთ რომ აგრესიული გაიტესტა და შემდეგ კიდე გავარღვიეთ, ანუ ეს drop-off-იც, ეს high-ც და ეს drop-off-იც, ანუ ყველაფერი გავარღვიეთ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ინვესტორები და ძალიან ბევრი მყიდველები არიან სოლანაზე, რაც შენ როგორც ტრეიდერს ძალიან გაწყობს, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. daily-ზე რა თქმა უნდა გავარღვიოთ ყველაფერი, რაც ეხლა აქ ყველანაირად გააქტიურებული გვაქვს ჩვენ. ნუ გაცავთ ყველანაირად გააქტიურებული გვაქვს ჩვენ ეხლა ლონგები. ნუ ტრეიდში შესვლა გვაქვს გააქტიურებდი. ეხლა არის კითხვა, თუ სად შეიძლება შევიდეთ ლონგში. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. ჩვენ ვართ აქ იყო range, შეგვიძლია ჩვენ ეს range გავადიდოთ. ნასრულიად შესაძლებელია ეხლა აქაც გამოვიდეს range. შემდეგ range თუ გავარღვიეთ, ეს კიდე ახალ ლონგების უფლებას გაძლევს და წახვალ მაღლა. ან უბრალოდ რომ დავკარგოთ აქ range და მე ეგრევე შევიდეთ, აქ კიდე შესვლის ანუ გიაქტიურებს ისევ ლონგებს. მაგრამ ეხლა სადაც ვიმყოფებით მეგობრებო, ეხლა ნახეთ. ჩვენ ვართ range-ში და range-ში არის range-ის მაღალთა მხარე, range-ის დაბლთა მხარე. მაღლა შორტავ, ქვემოთ ლონგავ და შუაში არის no one's land. მე ვაძახი no one's land, იმიტომ რომ აქ ტრეიდინგი, შუაში ტრეიდინგი არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში stop loss-ის განსაზღვრა არის ხოლმე ძალიან ძნელი და მეორეც შენი take profit-ი, ანუ შენი მოგება აღარ არის ისეთი დიდი, როგორც მაგალითად ქვემოდან აიღებდი ტრეიდს. აქ თუ ახლა მაგალითად ტრეიდი პლუს-მინუს 20%, მაგრამ სად ქვემოდან რომ აიღებ ტრეიდს, სადაც შეგიძლია თითქმის 2-ჯერ მეტი, 3-ჯერ მეტი დააფიქსირო, ხო? ამიტომ მე range-ის შუაში ტრეიდს
ტრეიდის ფანი არ ვარ ხოლმე, ამიტომ აქ მე ახლა მაგალითად არ ვეძებ ლონგს და სად ვეძებ ახლა მე ლონგს? ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, აქ გვაქვს ბევრი შესვლის ადგილი და მოდი ვიფიქროთ ისე, თუ რას ფიქრობს ჩემი მოწინააღმდეგე მეორე მხარეს, იმიტომ რომ ჩვენ ვთამაშობთ ჭადრაკს, ჩვენ დავიცოდეთ თუ რას ფიქრობს მეორე მხარეს ის ადამიანი, ვინც ზუსტად იმას აკეთებს, რიზიკ აკეთებაც ჩვენ არ გვინდა, ვინც შედის მაგალითად ახლა mid range. ნახეთ ახლა რა ხდება. შესვლის ადგილი გვაქვს აქ, ხედავთ რომ იყო ინტერაქცია და ახლა ზილობს რომ აღლა წავიდეს, შესვლის ადგილი არის აქ და შესვლის ადგილი არის აქ. მოდი ახლა განვიხილოთ თუ სად არის სტოპ-ლოსები. სტოპ-ლოსი ვინც აქ არის შესვლის უყენი აქ, აქ და აქ. რა შეიძლება ახლა მოხდეს? ანუ ყველა მივიცით რომ ბაზარი ცდილობს ყოველთვის იმას რომ აიღოს ლიკვიდი და მე წავიდეს მაღლა. ჩვეულებრივად შეიძლება ახლა ყველა გაისტოპოს, ვინც აქ არის შესული. შეუსოს და მე გააგრძელოს მაღლა სვლა და შენ თუ აქ შედიხარ, მე დავხაზა უბრალოდ შესვლის ადგილებს, სად შეიძლება შესვლა. ეს ადგილი, სად შედიხართ რომელ წერტილში როგორ და სად სტოპ-ლოს დააყენებთ, უკვე თქვენზე არის. მაგრამ ანუ ეს არის ჩემს ძალიან იდეალური ადგილი რომ შეხვიდე და სად აქედან რომ დააფიქსირებ პლუს-მინუს 25-30% და სად მაგალითად აქედან რომ დააფიქსირებ 55-60%, როცა აქ სტოპ-ლოსიც კარგად შეგიძლია განსაზღვრო, უფრო კარგ პოზიციაშიც ხარ და უფრო ნაკლები შანსი არის რომ შენ გაისტოპო და ლიკვიდიტი აიღოს კიდე ქვემოთ. თან, ახლა რომ გადავხედოთ, ანუ როგორ უნდა გააკეთო კონფირმაციები, ლონგისთვის, ამისთვისაც რამოდენიმე რაღაცას გაგიზიარებთ მეგობრებო. ახლა აქ რო უყურებ, შენ ხარ ზუმედინ და ხედავ მარტო ამას და ამას შესასვლელად, ხო? მაგრამ თუ გააკეთებ შენ zoom outs, გავაკეთოთ zoom out-ი და გადაიხედები ისტორიაში ხედავთ ძალიან საინტერესო რაღაცებს მეგობრებო. რას ხედავთ ჩვენ? ჩვენ ხედავთ აქ ამ წერტილს. მოდი აქ უბრალოდ გავაკეთოთ ლეველი და ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს წერტილი. ნახეთ მეგობრებო. რატომ მიყვარს price action-ი, რატომ არის price action-ი იდეალური, რატომ არის price action-ი უნიკალური, იმიტომ რომ ფასი არ ჩერდება იქ, ტყუილობრივად სადაც ჩერდება. ანუ ნახეთ რა იდეალურად არის ეს ლეველი გატესტილი. გინდაც აქ, აი გინდაც აქ, რა იდეალურად არის გატესტილი და ეს ყველაფერი ტყუილობრივად არ ხდება. ეს ხდება იმიტომ რომ ეს არის price action და ფასი ჩერდება იქ, სადაც ჩერდება, იმიტომ რომ ადრე ისტორიაში იყო მანდ price action, იყო მანდ ფასი, იყო მანდ liquidity, სადაც შეიძლება ფასი ისე მომავალში უკან დაბრუნდეს. და ნახეთ ეს არის უკვე იდეალური ადგილი იმისთვის რომ შეხვიდე ლონგში. შენ შეგიძლია აქ ხა პირდაპირ აიღო, მაგრამ მე ამის ფანი არ ვიქნებოდი. მე შევეცდებოდი უფრო fine tuning-ი გამეკეთებინა. სხვათა შორის ძალიან იდეალური ადგილი აქ შესვლისთვის, იმიტომ რომ ეს პატარა ადგილი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება შესვლისთვის, მაგრამ სადაც მე ანუ არ მინდა რომ ეს entry და exit-ი მოგცეთ, იმიტომ რომ მინდა თქვენ თვითონ აერჩიოთ და თქვენ თვითონ გაარკვიოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა გეტყვით მე როგორ გავაკეთებდი fine tuning-ს, სად ავიღებდი trades. საათიანზე ჩავიდეთ. ნახეთ ახლა გეტყვით რა ადგილები მომწონს. მე მომწონს ეს ადგილი და მე მომწონს ეს ადგილი იმისთვის რომ შევიდე ტრეიდში. ეს ცოტა ფრონტრონი გავაკეთოთ მაღლა. ნახოთ რას გვეუბნება ჩვენი ისტორია, იდეალური შეხება. შეგვიძლია ცოტა ავწიოთ, კაც კარგი შეხება, აქაც იდეალური შეხებები. ანუ ნახეთ და აქ რო გადმოვიტანთ, აქაც ნახეთ რატომ არის აქაც იდეალური, იმიტომ რომ drop off-ი. შეხებები, liquidity, ანუ ჩვეულებრივად შეიძლება ფასი ჩამოვიდეს აქ. ანუ ნახე ეს მთლიანი ზონა არის შესასვლელად, ამებს გამოვრიცხავდი, იმიტომ რომ აქედან შეიძლება ჩვეულებრივად liquidity აიღო. გაისტოპდა მე წავიდეს მაღლა და მე უკვე განვიხილავდი აი ამ ადგილიდან, განვიხილავდი უკვე შესვლას. და შესვლა შეიძლება შენ აგრესიულად გააკეთო, შეგიძლია შუალედი აიღო, ან შეგიძლია ძალიან დეფენსიურად აიღო. სად დააყენებთ უკვე stop loss და ასე შემდეგ, თქვენ თვითონ გაარკვიეთ, გააკეთეთ ისეთი ანალიზი, როგორც მე გავაკეთე ახლა, ისტორიაში რო გადახვიდეთ, შეხედოთ ისტორიაში სად იყო კარგი stop loss-ის დაყენება, სად იყო კარგი entry-ის დაყენება და ასე შემდეგ და ეს დაგეხმარებათ, რომ აქაც ესე განსაზღვროთ თუ სად შეიძლება ფასი შეჭრდეს, მაგრამ ეს ადგილი ძალიან უმწორს ტრეიდში შესასვლელად. ასე რომ ახლა გვაქვს, აი როგორც ვთქვი, ახლა გვაქვს ჩვენ გააქტიურებული ლონგები, იმიტომ რომ ყველაფერი
გაარღვია, რაც უნდა გარღვულიყო იმისთვის, რომ ბაზარზე პოზიტივი შემოსულიყო. თუ მაგალითად ახლა ჩვენ აქედან წამოვიდეს არის საინტერესო, რომ ავიღო ლონგი, მაგრამ ანუ იმიტომ რომ ტრეიდინგში ყოველთვის უნდა იყო რაც შეიძლება მაქსიმალურად ფლექსიბელური. მაგალითად ჩვენ ახლა შევეჯახით აქ და მე წამოვიდით თქვენ მოთმი ამ ორდეს ანუ გავაოქმებ, რატო გავაოქმებ? იმიტომ რომ აქ შორტები შევისო და აქ სელერები არიან, ვინც ასე ვთქვათ, ვინც აქედან წავიდა მაღლა და ინვესტიციები ქონა გაკეთებული აფიქსირებენ მოგებას, ანუ გამოდის სელ და ვინც შორტზე შედიან, ისინი სელს აკეთებენ, ანუ უფრო დიდი ვოლატილიტით წამოვა ფასი ქვემოთ და აქ უკვე შესაძლებელი არის ფასი ჩვეულებრივად გავიყოს ქვემოთ, გაისტოპო და მე წავიდეს მაღლა. ამიტომ თუ ფასი აქ ამოვიდა, შემდეგ უკვე დავალოდები რომ ფასი მოვიდეს აქ და როგორი კონსტრუქციაც აქ ხდება, დავალოდები იგივე კონსტრუქცია მოხდეს უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე, შეიძლება იყოს 1 საათიანი, 15 წუთიანი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ჩემთვის პირველი ენტრი და მეორე არის რომ ეს თუ გავარღვიეთ, წავიდეთ მაღლა. შორტებს აქ არ განვიხილავ, იმიტომ რომ მე ალტკოინებზე ავშორტავ, მაგრამ შორტები ზუსტად იგივე ლოგიკით შეგიძლია გააკეთო, შეგიძლია უბრალოდ ჩატი ამოატრიალო და როგორც ლონგი განვიხილე, ზუსტად ეგეთი ლონგი გაიხილო აი აქ. ლონგი გაიხილო და მე რო გადმოატრიალებ გამოდის შორტი. ასე რომ ლონგიც და შორტიც შეგვიძლია ერთნაირად ავიღოთ. დაგვჭო ორი კოინი მეგობრებო, შემდეგი არის ჰაბარი რატო არ გამოიყურება? ან გამოიყურება ახლა ჩემთვის ეს საინტერესო და გეტყვით რომ very interesting. და რატო არის very interesting? პირველ რიგში ნახეთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ იმის დამოუკიდებლად რომ price action-ი არის იდეალური, price action-ი არის ძალიან მაგარი და ის ყოველუბრალოდ არ ჩერდება იქ, სადაც ჩერდება. შეხება, ანუ აქედან დაიწყო ზრდა, ის სადაც დაიწყო მოხდა backtesting-ი, რომელსაც კურსებს ვიხსნით, თუ რა არის backtesting-ი. გაიტესტა კიდევ აქაც ხედავთ volume notes, აქაც ხედავთ მე volume notes, რომელმაც დაიწყო ბაზარმა მაღლასვლა და ისევ ჩამოვედით აქ და გავტესტეთ ეს ადგილი, რაც იყო იდეალური ადგილი ტრეიდში შესასვლელად. ეხლა პირველი ინდიკაცია იმის რომ აქ ტრეიდების მოძებნა არის კარგი, არის რომ ჩვენ შევჩერდით იმ ადგილზე, სადაც შეიძლება და სუპორტი მოძებნილიყო. შევჩერდით, ეს არის უკვე პირველი ინდიკაცია იმისთვის რომ მოძებნო აქ ლონგები და დანარჩენი ინდიკაციები არის მეგობრებო ის რომ ჩვენ SI-ს გავარღვიეთ და ეს drop-off-იც გავარღვიეთ. ანუ drop-off-ის გარღვევა მოხდა აქვე და ამ high-ის გარღვევა მოხდა აქ, რაც ძალიან საინტერესო არის. რა თქმა უნდა, ამ high-ს ვარეჯექტებთ და კიდევ ერთ რაღაცას გასწავლით მეგობრებო, როცა შენ რაღაცას არეჯექტებ, ფასი მიდის ხოლმე იქ, საიდანაც დაიწყო ზრდა. და ეს ზრდა, რომელმაც მიგიყვანა ამ high-მდე და გარეჯექტინებენ ეს, დაიწყო აქედან. ანუ ეხლა ლოგიკური არის ის მეგობრებო, რომ აქაც ჩემთვის გააქტიურებული არის ლონგები. ერთ-ერთი რამ რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ აგრესიულ ლონგებში არ შევალ აქ, ანუ აქ არ შევიდოდი ლონგში, მაგრამ თუ მაგალითად ამასაც გავარღვევთ, აი ამასაც თუ გავარღვევდით და ფასი გააკეთებთ, აქ კი არ შეჩერდებოდა, აქ შეჩერდებოდა, მაგ შემთხვევაში აუცილებლად აქ შევიდოდი. ლონგში, იმიტომ რომ უფრო მეტი კონფირმაციები იქნებოდა სიძლიერის და ამის გარღვევის შემთხვევაში აღარ განმეორებოდა ქვემოთ ჩამოსვლა და გინდა რომ ფასი წავიდეს პირდაპირ მაღლა, გასდესოს რაც შეიძლება აგისულ და წავიდეს მაღლა. მაგრამ იმიტომ რომ ახლა ჩვენ აქ ეს დავარეჯექტეთ, ფასს უნდა რომ წავიდეს იქ, საიდანაც დაიწყო დიდი ზრდა, ანუ დიდი ზრდა არა, ეს ზრდა რომელმაც მიგიყვანა ამ high-მდე და ეს ზრდა დაიწყო აი აქედან მეგობრებო. ეგ ღიურზე და თუ ჩავედით ახლა ჩვენ 4 საათიანზე, შეგვიძლია fine tuning გავაკეთოთ უფრო უკეთესი. თუსაც შეიძლება ლონგები იყოს და I like it. იგივე რამე გავაკეთოთ მეგობრებო, რაც წეღან. ანუ შეგვიძლია დავხაზოთ აქ ლეველები ახლა, იმის რომ ლონგები მოვძებნოთ. და ვნახოთ რომელი არის ყველაზე interesting. ამის გარღვევა ძალიან მომწონს, აი ეს რო გაარღვია 4 საათიანზე. ეს მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი liquidity. ეს ვიკი არის liquidity, ესეც არის liquidity, ესეც არის liquidity, ესეც არის liquidity, ესეც არის liquidity. ანუ ნახეთ, ძალიან მომწონს აქ 4 საათიანი რო გაარღვია, იტესტება და ეხლა ცდილობს წავიდეს მაღლა, ძალიან მაგრა გამოიყურება.
აქ შეიძლებოდა შესვლა 4 საათიანს თუ უყურებდი, მით უმეტეს ესეც გაარღვი, ანუ ძალიან სიძლიერეს გვანახებს ახლა ჩვენ HB არის, HB თუ სწორად იმოშვრები. ანუ აქ ძალიან აგრესიული შესვლა იქნებოდა და თუ შენ შეხვედი, ამაში არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მე მესმის აქ თუ შეხვედი, იმიტომ რომ ტექნიკურად შესაძლებელი არის, უბრალოდ ჩემთვის ის შემაკავებდა აქ ლონგში შესასვლელად, რომ ვარ ეჯექტებთ ამას. და როცა შე რაღაცას აეჯექტებ, შენ ცდილობ რომ წახვიდე იმ ადგილზე, სადაც რომელმაც მიგიყვანა ამ ადგილამდე. 4 საათიანზე ეს ადგილი რა თქმა უნდა გადასტე კიდევაც, მაგრამ დღიურზე თუ გადავართ, დღიურზე არის უფრო ქვემოთ ადგილი, საიდანაც დაიწყო ეს ზრდა, ამიტომ მე მაინც უფრო ქვემოთ მაინტერესებს ორდერები. და ახლა ნახეთ მეგობრებო, სად შეიძლება გაიტესტოს ეს სად შეიძლება ახლა ჩვენ ვიძებოთ ლონგები. ლონგებს ძალიან უნდოს ეს ადგილი და ძალიან უნდოს ეს ადგილი. ანუ ქვემოთა ორი ლეველი, ანუ პირველი გავუქმნით, იმიტომ რომ ეს ტრეიდი ისედაც იყო. ანუ ეს ორი ლეველი მომწონს ძალიან მაგრად. ეს ლეველი და ეს ლეველი. ეს აქ უკვე გაიტესტა. ნუ აქ ჩამოსვლა პრინციპში აღარ გინდა. ნახოთ აქ ახლა სტოპ-ლოსები როგორ იქნება. 12% ბევრია სტოპ-ლოსისთვის. აქ ეს ლეველი გატესტილია. აქ ეს ლეველი არ არის გატესტილი. ვიკები ერთმანეთს ეხება, მაგრამ აქედან ნახოთ ჩვენი სტოპ-ლოსი 9%-მდე დაიწყო. კარგი, ანუ შეგვიძლია შევიდეთ პირველი აგრესიული. აგრესიული შეიძლება აქაც იყოს. ანუ ამ ადგილზე შეხვიდე. ისტორიაც გვიკეთებს დასტურს, რომ კარგი ადგილი არის შესასვლელით. ან შეგიძლია შეხვიდე დეფენსიურზე. ახლა ნახეთ რა ხდება. მოდი განვიხილოთ ჩვენი რისკ-რევარდები. აქ თუ შეხვედი და სტოპ-ლოსი თუ დააყენე აქ არ მომწონს ეს სტოპ-ლოსი, იმიტომ რომ ამ სტოპ-ლოსს ყველა ხედავს და რასაც ყველა ხედავს, ზუსტად ისე უნდა გააკეთო ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება ჩვეულებრივად გაიზრდობა, მაგრამ ვთქვათ რომ აქ აკეთებს სტოპ-ლოსს. შენი რევარდი, ну პირველ რიგში იქნება აქამდე და მე რა უკვე დიდი რევარდს დაფიქსირებ აქ და დანარჩენი 20% უკვე შეგიძლია დატოვო იმისთვის რომ მოვიდეს მაგალითად აქამდე და დანარჩენი კიდე ძალიან მაღლა. შეგიძლია უფრო მეტიც დატოვო, გააჩნია როგორი რისკ მენეჯმენტი გაქვს. ეს რაც შეხება აგრესიულს. მაგრამ აგრესიული არ მომწონს, იმიტომ რომ სტოპ-ლოსი არის ძნელად განსაზღვრელი, იმიტომ რომ კი შეგიძლია აქ დააყენო, მაგრამ აქ ყველა ხედავს, ყველა აქ აყენებს სტოპ-ლოსს და ზუსტად ის არ გინდა გააკეთო, რაც ყველა აკეთებს და იმ შემთხვევაში თუ გაისტოპა აქ ყველა სად მოძებნის ფასი ლიკვიდიც მოძებნის აქ, ამიტომ მე პირადად ახლა ავირჩევდი ამ ტრეიდს, კი შეიძლება აქ არ შეგვიფსოს. მაგის რისკი არის, მაგრამ მე მერჩევნია უფრო კარგ ტრეიდში ვიჯდე. ან საერთოდ არ ვიჯდე ტრეიდში უკაცრავად, მერჩევნია საერთოდ არ ვიჯდე ტრეიდში, ვიდრე ძალიან ზუსტ ტრეიდში ვიჯდე. 12 და 15. კამდე რამდენია? მე პირადად ესეც ავირჩევდი, ესეთ setups. კი ბატონო. მე უფრო დეფენსიურს ავიღებდი, მაგრამ როგორც ხედავთ, აქ არის ორნაირი. მოდი ვნახოთ ახლა volume point of control რას გვეუბნება. გვეუბნება რომ ჩვენი ეს entry, ანუ volume control point of control-იც გვეუბნება იმას, რომ აქ არის დიდი volume. და ანუ ამ წითელს არ უნდა უყუროთ, ჩვენ უნდა უყუროთ ამ ამობურცულს და ვხედავთ რომ აი ამ ზონაში არის დიდი volume, ანუ შეიძლება აქ შევსოს და წავიდეს ფასი, ну ესეც შეგიძლიათ კონფირმაციად გამოიყენოთ, მაგრამ მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ აქ ამ stop-loss ყველა ხედავს და აი განმოწონს და მით უმეტეს ამ stop-loss-ის ქვემოთ არის კიდე ადგილი, რომელიც შეიძლება გაიტესტოს. მაგრამ თუ უფრო დიდს გავაკეთებთ, აქაც იგივეა. ანუ ეს ლეველი ძალიან საინტერესოა როგორც ჩანს. მაგრამ აქაც ხედავთ რომ ამობურცული არის აქ. ეს უკვე ტრეიდერზე არის გადასაწყვეტი, მეგობრებო, მე გადავწყვიტავდი დეფენსიურის აღებას, ნახეთ ხლა რა ხდება.
რატომ არის ტრეიდერობა კარგი? ნახეთ ახლა რა ხდება. თუ ჩამოვიდა აქ, ახლა ნახეთ ჩემ შემთხვევაში რა ხდება. როცა შენ ვერ საზღვრავ, ესე ვთქვათ, აგრესიული თუ დეფენსიური გინდა, როგორ უნდა მოექცეო? მე ახლა ავირჩევ აგრესიულს და დეფენსიურს. თუ შემისხომ თლად უკეთესი, ვინც აქ შევა ამას გასტოპავს და მე პირიქით უფრო მაგარი ტრეიჯიც ვიქნები, უფრო დიდ რისკ რევაჩიც, მაგრამ თუ მოხდა და ჩემი არ შემივსო, ამათ ხო შეუსებს. დაველოდები რომ ფასში მოხდეს ისეთი კონსტრუქცია, რომ მე შევძლო ისევ აქ შესვლა. ანუ თუ აქ ჩამოვიდა და ჩემი ქვემოთ არ შემივსო, მე მაინც როგორც ტრეიდერ შემეძლება ისევ შესვლა, იმიტომ რომ აქ რა კონსტრუქციასაც ხედავთ. ზუსტად იგივე კონსტრუქცია იქნება აქ, ოღონ უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე, 5 წუთიანზე, 15 წუთიანზე და ასე შემდეგ. ასე რომ ამ შემთხვევაში მე ვირჩევ დეფენსიურს, მაგრამ თქვენზე არის გადასაწყვეტი თუ როგორ საერთოდ. შემდეგი არის EOS-ი მეგობრებო. EOS-ი. Not good. შევხედოთ დღიურზე. კარგი. შემდეგი ლუნა ვიპოვეთ, ну თუ კაი აღარაფერს აღარ ვიტყვი 92%-იან ვარდნაზე და ვინც აქ ინვესტიციებს აკეთებს, მაგრამ ეხლა ვხედავ რომ ეს ადგილი იყო იდეალური შესასვლელად. აგრესიულად გაიტესტა, მე პირადად არ შევიდოდი, იმიტომ რომ ესეთი ზრდის მერე და ამხელა ვარდნის მერე არასდროს არ შევიდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი პამპ და დამპი და ყოველთვის ყველა კარგავს ხოლმე ფულს. რა შემთხვევაში გამიაქტიურდებოდა მე ლონგები, იმ შემთხვევაში ნახეთ ეს დროპ-ოფი, რომელიც დავარეჯექტეთ, ამას თუ გავარღვევთ, მაგრამ ისე გამოიყურება ეს ფასი, რომ მარტო ამის გარღვევა არ მაკმაყოფილებს. მე მინდა რომ თლიანად ეს გავარღვიოთ. თლიანად ეს თუ გავარღვიოთ, მე შევა ლონგებში, თორე ჩემთვის არ გამოიყურება ეს ძალიან საერთოდ საინტერესოდ, ანუ აი უბრალოდ შეხედეთ მეგობრებო. ჰაბი არის კონსტრუქცია. რა ლამაზად გამოიყურება. დოტისი არ იყო, მეგონი XRP-ს იყო კიდე ესეთი კარგი. XRP-ს კონსტრუქცია რა ლამაზად გამოიყურება და რა კარგად გამოიყურება და შემდეგ შეხედეთ აი ამას. აი ეს რა არის, აი უბრალოდ ეს არის. ახლა ზუსტად ვიცი, ტრეიდერების უდიდესი ნაწილი და ახალი დამწყებები რას აკეთებენ. ახლა მე ვიცი, რომ ბევრი ამას აკეთებს. თავში ვაყიდულობენ. აი შემეძლია თავი დავდო. მაგრამ ამის გარღვევა შენ არაფერს არ გაძლევს იმის ინდიკაციას, რომ ფასი წამომაღლა, იმიტომ რომ შენ რო გადახვიდე ახლა დეილიზე, ნახე? ამას არეჯექტებ და ბოლოს ამას არეჯექტებ. ანუ აქ ტყუილებრივად არ შეჩერებულ ხან ნახე აქედან რო წავიდა ქვემოთ სვლა, დარეჯექტე. ერთხელ გააკეთე low და ანუ ამ რეჯექტმა წაგიყვანა lower lows-ზე, local time lows. შემდეგ გამოხვედი მაღლა და ისევ ამ ლეველს შეეჯახე და ისევ წამოხვედი ქვემოთ. ანუ ჩვენ ვიცით რომ ეს ამ ლეველის გარღვევა არის აუცილებელი და ეს ლეველი თუ შენ არ გაარღვიე, ჩვენ ვთქვით რომ აქ არის ლეველი გასარღვევი და ეს არის უკვე liquidity. და ეს ლეველი თუ არ გაარღვიე, მე არ მიაქტიურდება ლონგები, მაგრამ ნახე ახლა შენ რას აკეთებ? გააქვს აქ ესეთი ტრენდი. შენ ახლა ელოდები რომ ფასმა გააკეთოს ეს, გაარღვია, ყიდულობ შემაქ და შენ გონია რომ всё, sky is the limit. მაგრამ მე ვიცი რომ აქ შეიძლება შორტების აღება და ფასი წამოვიდეს ქვემოთ. ანუ ნახე რა ახლა შეცდომას აკეთებ შენ. და როცა ჩვენ გვაქვს ფასის ესეთი ზრდა, უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს stop loss-ები, აქ აყენია სხვების stop loss-ები, რომელიც შეიძლება ერთჯერზე გაისტოპოს და წავიდეს მაღლა, რომელიც სხვათა შორის Bitcoin-ზე მქონდა ახსნილი მეგობრებო. Bitcoin-ზე მქონდა ახსნილი, ვნახოთ. სად იყო ეს daily-ზე, ყველა რო ელოდებოდა რახან Bitcoin-მა გააკეთა. აი ამ ადგილზე მქონდა მეგობრებო, ახსნილი წინა ვიდეოებს რო უყუროთ აუცილებლად ნახავთ, ამაზე მქონდა ახსნილი რომ რახან Bitcoin-მა გააკეთა ამხელა ვარდნა და შეჩერდა აქ, ფასი აუცილებლად წავიდოდა მაღლა და მე ვამბობდი რომ ეს კონსტრუქცია არ მომწონდა, იმიტომ რომ როცა შენ აკეთებ ესეთ კონსტრუქციას, ეგ ნიშნავს რომ შენ liquidity-ს აშენებ, ანუ liquidity-ს მშენებლობა მიდის და მე ერთჯერზე გასტოპავ ხოლმე და აქ ზუსტად ვნახეთ, ყველას ვისაც აქ stop loss-ები ეყენა, ყველა გაისტოპა და მე გააკეთა Bitcoin-მა ზრდა. ამიტომ EOS-ზე ხდება მეგობრებო ზუსტად იგივე. და მე თავში ვიკავდი ახლა მაგალითად მან გინდა ტრეიდების მოძებნას და გინდა საერთოდ მაგ ჩარტზე ყურებას, იმიტომ რომ
it's not looking good. სულ ეს იყო მეგობრებო ჩვენი altcoin-ები, იმედია მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დააიქეთ და გამოიწერეთ არხი და იმედია უფრო მეტი ხედვა მოგეცით altcoin-ებზე, თუ როგორ უყურებ მე altcoin-ებს, რა თქმა უნდა, ამას ძალიან ხშირად ვამბობ, მაგრამ ვინც ახლები არიან ჩემ YouTube channel-ზე და Discord-ზე და Instagram-ზე, ბევრი ვერ ხვდება და ვერ იგებს ხოლმე ამას, ამიტომ იმედია ყველაფერი გასაგებად ახსენი. თუ რა მეკითხები გაქვთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, ან შემოდით Discord-ზე და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ყველაფერში.